მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, თქვენი აქტიურობისთვის, არქის გამოწერისთვის, ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ, რომ არ გამოგხსნათ ახალი გაშლები, ვიდეო კონსულტაციები, ჩემო ძვირფასებო. მოდი ვნახოთ, დღეს მინდა გავაკეთო გაშლა ახალ პარტნიორზე, ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. გაშლა არის მათთვის, ვის ცხოვრებაში ამჟამად არ იმყოფება პარტნიორი, არ არის პარტნიორი სასიყვარულო და მოდი ვნახოთ, როგორია იმის შანსი და პერსპექტივა, რომ მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს მამა, კაცი და ვნახოთ, როგორი პიროვნება იქნება და ვნახოთ, რას გვეტყვის ტარო ამის შესახებ. მოვსმინეთ სიგნიფიკაციას და მიხვდებით, რამდენად თქვენია ეს გაშლა. მე დავიწყებ თქვენი სიგნიფიკაციით, ჩემო ძვირფასებო, გაშლა არ იქნება ვარიანტებით. მოვსმინეთ ყოველთვის სიგნიფიკაცია, რატომღაც მგონია, რომ ვარიანტებს ჯობია მოვსმინოთ სიგნიფიკაციას და ისე განაგზოთ ყურება, თუ მიხვდებით, რომ თქვენზეა საუბარი, თქვენ სიტუაციაზეა საუბარი, მაშინ გააგრძელოთ ყურება, თუ არა და მაშინ ნუ უყურებთ, ჩემო ძვირფასებო, არ დაგვავიწყდეს, რომ არის საჯარო გაშლა, შესაძლებელია ზოგიერთთან რეზონირდეს რაღაც ნაწილი, ზოგიერთთან საერთოდ არ რეზონირდეს, მაგრამ თქვენთვის რაღაც სასარგებლო ინფორმაციას მაინც მოისმენთ. მიენდეთ ყოველთვის თქვენს ინტუიციას, ჩემო ძვირფასებო, გული არასოდეს არ ტყუის. მაშ ასე ვნახოთ, როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. ну რატომღაც კარტი ჩქარობს, მგონია, რომ თქვენ ამჟამად იმყოფებით რაღაც სამუშაო პროცესში, ან დასაქმებული პიროვნება ხართ. ნახოთ კიდევ, როგორ ენერგიებში იმყოფებით. ჩემო ძვირფასებო. ну იცით, როგორი მომენტია აქ, რას მიჩვენებს დასტა, მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ამ მომენტისთვის რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში იყოს სიჩუმე, სიწყნარე, რაღაც დაკიდებული კაცის მდგომარეობა, როდესაც დიდი ხანი უკვე რაღაც არ იცვლება არაფერი, შეიძლება ისე თქვას იყოს პირად ურთიერთობაშიც, არ არის გამორიცხული, რომ ეს უკავშირდებოდეს საქმესაც, როდესაც რაღაც გაჩერებული მდგომარეობა აქვს ცხოვრებაში და ეს გრძელდება, შეიძლება ითქვას უკვე დიდი ხანი, მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე დაწყებულია პროცესი, გაქვთ რაღაც შესაძლებელია იდეა, ან მოგივიდეთ რაღაც ინფორმაცია და უკვე მოძრაობა აქტიურად არის დაწყებული. ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში იყოს ფინანსური სირთულე, ფინანსური რაღაც პრობლემა ზოგიერთთან და ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ისეთი მომენტიც, რომ ურთიერთობა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო მიჯაჭვული, ტოქსიკური, დაშორებულ წყვილებსაც რეზონირდება ეს, ჩემო ძვირფასებო, ან ურთიერთობაშიც, როდესაც არის სიჩუმე, პაუზა, შესაძლებელია ერთად აღარც იყოთ და უკვე გინდათ რაღაც სიახლისკენ გაქვთ უკვე დაწყებული, ასე ვთქვათ, მოძრაობა გამოიღვიძეთ, თითქოს როგორც ბუნებამ გამოიღვიძა, აი ესეთი რაღაც ფაქტორია შესაძლებელია ამ მომენტში თქვენს ცხოვრებაში რაღაც შანსები გამოჩნდა, პერსპექტივები, ან ახალი საქმის, ან ახალი ურთიერთობის, ჩემო ძვირფასებო, არ დაგვავიწყდეს ამას, იმიტომ ვიმეორებ ხშირად, რომ საჯარო გაშლა და ყველასთან ინდივიდუალური იქნება, მაგრამ ის, რომ უკვე რაღაც ნიშნები იმის, რომ რაღაც იცვლება თქვენს ცხოვრებაში, ეს ყველასთან რეზონირდება ეს. ანუ უკვე აი ეს გაჩერებული უიმედო მდგომარეობა, რომელიც გქონდათ, ხო, უკვე დაწყებულია რაღაც პერსპექტივები გაჩნდა, შემოგარგებო და სამყარო ამ პერსპექტივებს უკვე განახებთ და უკვე გავიმეორებ ისევ, რომ ბუნებამ გამოიღვიძა და თქვენშიაც რაღაც ცვლილებები უკვე დაიწყო და დაწყებულია ეს ცვლილებები, როგორც პირად ურთიერთობაში, ასევე კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, ისე ვიწვე, რომ ყველასთან ინდივიდუალური, ყველასთან სხვადასხვა ისტორია და თქვენი რაც არის ის აიღეთ. ну აი ესეთი სიტუაციაა, შემოგარგებო. შემდეგ ნახოთ კიდევ რა ხდება, როგორ ენერგიებში. კი, მე მიჩვენებს იმას, რომ დიდი ხანი რაღაც პერიოდის განმავლობაში თქვენ შეიძლება ითქვას ძალიან მიჯაჭვული ურთიერთობა გქონდათ, რაღაც ტოქსიკურ ურთიერთობაში იყავით, შეიძლება ითქვას ძალიან რთული ცხოვრებაც გაიარეთ და ყველაფერმა არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთთან იყოს რაღაც ავადმყოფობის თემაც, მაგრამ უკვე დაწყებულია თანდათან გამოკეთება, გამოჯანმრთელება
და არ არის გამორიცხული, რომ უკვე დიდი ხანია ფიქრობთ იმაზე, რომ შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში რაღაც და ეს პროცესი უკვე დაწყებულია სამყარომ ტუზი პენტაკლი ამოვიდა დასტის ბოლოს, ხო, გაშლის ბოლოს ეს შანსი უკვე თითქოს უკვე არის თქვენ ცხოვრებაში და სიახლის შანსი და რაღაც პერსპექტივები უკვე გამონათებული. თუ გეცნოთ თქვენი სიტუაცია და თქვენი თავი, მაშინ გააგრძელეთ ჩემო კარგებო ყურება, ვნახოთ პირად ურთიერთობაში როგორ განვითარდება, ვინ შემოდის. ანუ აქ მე მიჩვენა ისიც, რომ ამ მომენტში შესაძლებელია კი არა და ძალიან ბევრთან იყოს ისეთი მომენტიც, რომ უკვე ურთიერთობა დასრულებული გაქვთ და ვნახოთ რა როგორ განვითარდება თქვენს პირად ცხოვრებაში მოვლენები მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, ვინ შემოდის. შემოვა ახალი პარტნიორი თუ რაღაც ძვლის დაბრუნება იქნება, ვნახოთ რას გვიჩვენებს. კარგი, გავაგრძელოთ. ვინ შემოდის ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში პირად ურთიერთობებში, რა სიახლეები იქნება და ვინ შემოდის ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში. როგორია შანსი, რომ ახალი პარტნიორი გამოჩნდეს და ვინ იქნება, ხო, ვინ იქნება, ვნახოთ. თუ ამოვიდა თავიდანვე. ზოგიერთთან ჩემო ძვირფასებო ეს არ არის გამორიცხული, რომ იყოს ძველი პარტნიორის დაბრუნება. ძველი პარტნიორის დაბრუნება არ არის გამორიცხული, რომ ურთიერთობა, რომელიც გქონდათ პიროვნებასთან, აქ ძალიან ბევრი ჩემო კარგებო მიყურებთ წყვილები, რომლებსაც ქორწინება გაკავშირებთ და ამ მომენტისთვის რაღაც უსიამოვნება, გაუგებრობა ძალიან ესეთი ამოვიდა მამაკაცი, შესაძლებელი არ არის გამორიცხული, რომ ეს პიროვნება, რომელთანაც წარსულში გაკავშირებდათ ძიმე რაღაც მოგონებები, გულის ტკივილი, ხო? და ამ მომენტში ხართ დასრულებული, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთთან იყოს ის ფაქტორი, ის მომენტი, რომ ელოდებით ჯერ კიდევ, რომ დაბრუნდეს და სწორედ ეს ამოვიდა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ძველი პარტნიორი დაბრუნდეს, მაგრამ თქვენ გააკეთებთ თუ არა არჩევანს, უნდა დაფიქრდეთ კარგად, ხო? რამდენად გიღვირთ, რომ ის მომენტი, რომ ძველი დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მე დავაზუსტებ, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შესაძლებელია ზოგიერთთან უკვე ძალიან ბევრმა საჯარო გაშლა არ დაგვავიწყდეს ჩემო ძვირფასებო და მე ვალდებული ვარ გავაჟღერო. ძალიან ბევრი აქ მე მიჩვენებს ისეთ სიტუაციას, რომ ელოდება ძველი პარტნიორის დაბრუნებას, მაგრამ ძალიან ბევრთან იქნება ის ფაქტორიც, ის მომენტიც, რომ უკვე გაუშვა ის ძველი, გამოვიდა ამ მიჯაჭვული ურთიერთობიდან, გააკეთა შეყვარებულების არკანით უკვე არჩევანი და ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში ნახეთ სულელის არკანი, სიახლეს ნიშნავს, განულება ყველაფრის და მოლოდინი იმის, რომ რაღაც შეიცვლება, ძალიან ბევრთან რეზონირებაში იქნება ისიც, რომ მომდევნო, იმიტომ რომ ამოვიდა 2 ყოფილი პარტნიორი, ხმლის მეფე და ამოვიდა თასის მეფე, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრთან იქნება რეზონირებაში ისიც, რომ დაასრულებთ უკვე გამოხვედით იმ მიჯაჭვული ურთიერთობიდან და არჩევანს გააკეთებთ, რომ მართალია შეიძლება გქონდეთ მოლოდინი იმის, რომ ძველი ხომ არ დაბრუნდება და შეიძლება ფიქრებით კიდევ ხართ მიჯაჭვული იმ წარსულ ურთიერთობაზე, გეფიქრებათ იმ პარტნიორზე, მაგრამ ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში შემოვა თასის მეფე, ჩემო კარგებო, თასის მეფე. ვნახოთ, მოდი მე ყოველ შემთხვევისთვის დავტოვებ თასის მეფეს, ვნახოთ აბა რას გვიჩვენებს ეს თასის მეფე. ვინ არის ეს პიროვნება, ვინც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ, თასის მეფის დახასიათება, ჩემო კარგებო, ეს არის პიროვნება, ემოციური პიროვნება, ვისთანაც შეგიძლიათ, ხო, რომ დააჭდეთ, ხმლის მეფისგან განსხვავებით უფრო პიროვნება, რომელიც ემოციები, რომლისთვისაც ემოციები მნიშვნელოვანია, ხმლის მეფე, უფრო ხისტი, უფრო აგრესიული, მაგრამ თასის მეფე არის თასის მეფე, კარგი პარტნიორი იმ მხრივ, რომ გაგისაყვარებია, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით ჩემო ძვირფასებო, როდესაც იმისთვისაც მნიშვნელოვანია, ხო, რაღაც ემოციური კავშირი, ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვანი თასის მეფისთვის. ცოტა არ იყოს, ცოტა მექალთანეებიც არიან, ისიც არ დაგვავიწყდეს თასის მეფეები, ქალების გულთან მფლობელები, ასე ვთქვათ, იმ მხრივ, რომ ძალიან
რომანტიკული პიროვნებები არიან, ხო და უყვართ ასეთი საჩუქრები, რაღაც ემოციური ქალისთვის, რომ რაღაც სიამოვნება მიანიჭონ და ასე შემდეგ. მოდი ნახოთ, ვინ არის ეს თასის მეფე, ვინ არის ეს თასის მეფე, ვინ არის ეს თასის მეფე. ნუ ახალი პიროვნება. ნახეთ, ისევ გამეორდა არკანი, მიუხედავად იმისა, რომ დასტა კარგად აურია. ძალიან ბევრთან იქნება ის, რომ ეს პიროვნება არის ახალი პიროვნება, ახალი გაცნობილი, შესაძლებელია უკვე იცნობთ ამ პიროვნებას, მაგრამ რატომღაც ცით როგორი მომენტი აქვს საკუთარ თავს ებრძვით, თითქოს რაღაც ზღვარი გაქვთ დაწესებული, არ ვიცი, არ უშვებთ თქვენს სიახლოვეს, მაინც და მაინც თქვენს სიახლოვეს ამ პიროვნებას, მაგრამ რეალურად გიჭირთ, ხო, გიჭირთ რაღაცნაირად, რომ რაღაც ახალი ცხოვრება დაიწყოთ. შესაძლებელია ეს იყოს იმის გამო, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებთ პასუხისმგებლობას, ახლობლების გარშემო, ახლობლების წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ და თითქოს არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ერიდებოდეთ იმასაც, რომ რაღაც ხალხის ბოროტ ჭორებს, ხო და შესაძლებელია ამ მომენტში არის უკვე ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში გამონათებული, მაგრამ ერიდებით რატომღაც მასთან შეხვედრას, თუ ახლო გაცნობას, ახლო ურთიერთობას, თუ ასე არ არის ძალიან მალე ეს, და იმ პერიოდში რაც ვთქვით, აუცილებლად იქნება გამოჩნდება, ხო? და შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ის ფაქტორიც, რომ ამ მომენტისთვის გაქვთ მხოლოდ კომუნიკაცია ინტერნეტით, მიმოწერა, SMS-ებით, შემოძვირფასებო და თვით როგორი ფაქტორია, ვინ არის ეს პიროვნება, ჯერჯერობით შეიძლება არც იცნობთ კარგად, რადგან თუ ახალი დაწყებული გაქვთ და ძალიან ბევრთან რეზონირებაში იქნება ისიც, რომ არ არის დიდი ხანი, რაც შესაძლებელია იცნობთ ამ პიროვნებას, აი ამიტომ გაქვთ ზღვარი და ნახოთ, როგორი პიროვნება ეს თასის მეფე. იცით რა არის, თითქოს ბოლომდე არ არის გახსნილი ეს პიროვნება, არ არის გამორიცხული, რომ ეჩვიგეპარებოდეთ მის რაღაც, როგორ გითხრათ, მთვარის არკანი ამოვიდა, ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული, ხო? არ არის გამორიცხული, რომ პიროვნებას, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა, ან ვინც შესაძლებელია გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ცოტა ბუნდოვანი წარსული ჰქონდეს, იმ მხრივ, რომ ხო, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბევრი იქნება რაღაც დაფარულით შემოძვირფასებო, იმიტომ რომ საერთოდ არ არის გამორიცხული თასის მეფეები, ძალიან ხშირად არიან პირები, ვინც მექალთანი პირები, მაგრამ ყველასე, რა თქმა უნდა, ყველას ერთ მარკას ვერ მივაკრებთ, ხო, ვერ მივაწერებთ, ამიტომ ისეთი არკანები ამოდის, არ არის გამორიცხული, რომ უყვარდეს ცოტა დროს ტარება, кейფი, ცოტა სმა, პიროვნებას ვახასიათებთ და ეს მომენტი უნდა იცოდეთ შემოძვირფასებო, იმიტომ რომ ისეთი არკანები ამოდის, თასის სამიანი, თასის ტუზი, მთვარის არკანი, ძალის არკანი და აი ეს მომენტი გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ბევრი რამე არ იცოდეთ მასზე, მაგრამ შესაძლებელია იყოს პიროვნება, რომელსაც უყვარს დროს ტარება, გართობა და ალკოჰოლური სასმელები ზოგიერთთან იყოს ასეთი ფაქტორიც. მოდი ვნახოთ, იცით რა არის, გამოჩნდება აუცილებლად, როგორც უკვე ვთქვი, პიროვნება, მაგრამ მოდი ვნახოთ, ამ პიროვნების გამოჩენა თქვენთვის რისი მომტანი იქნება, ვნახოთ, ხო? ელოდებით, რომ გამოჩნდეს პიროვნება, ან შესაძლებელია უკვე არის პიროვნება, მაგრამ ვნახოთ, რისი მომტანი იქნება ამ პიროვნების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, რისი მომტანი იქნება ამ პიროვნების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. რას მოგიტანთ? მოდი ვნახოთ და შემდეგ ვიკითხოთ, ხო, რჩება, როგორ ჯობია რომ მოიქცეთ. რას მოგიტანთ ამ თასის მეფის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, რას მოგცემთ, რაც შემოგთავაზებთ ეს პიროვნება. მოდი ვნახოთ, რას შემოგთავაზებთ ეს პიროვნება. რას მოგიტანთ, ხო, რას შემოგთავაზებთ. თქვენთვის რამდენად სასარგებლო იქნება, ხო? ამ პიროვნებასთან ურთიერთობა საერთოდ და მომავალზე ფიქრი და მოდი ვნახოთ, რჩება არ გვინდა, მოდი რჩევაც ბოლოს ვიკითხოთ, პერსპექტივა როგორი იქნება ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივა ვიკითხოთ, მომდევნო, აიღეთ რაღაც პერიოდი თქვენ ჩაიფიქრეთ თავად პერსპექტივა ურთიერთობის და ბოლოს ერთი არკანით რჩევა ვიკითხოთ თქვენთვის. მოდი ვნახოთ, აბა რას მოგიტანთ.
ჩემი ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ დიდად რომ თქვა, რომ რამე შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, იცით როგორი მომენტია? შესაძლებელია დიდი ცვლილება არ იყოს 4-იანი პენტაკლის განმავლობაში, ანუ არკანით უკაცრავად. დიდი ცვლილება არ იყოს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ამ პიროვნებასთან ერთად გამოჩნდეს რაღაც სხვა პიროვნებაც და გქონდეთ რაღაც არჩევანი გასაკეთებელი, ასევე არ არის გამორიცხული, რომ რაღაც დავაზუსტებთ იზუთით. ჩემო ძვირფასებო, იცით როგორი მომენტია აქ? არ არის გამორიცხული, რომ ანუ დიდი ცვლილება არ იქნება, რას მოგიტანთ. არ არის რაღაც ხლაფორთებს, რაღაც წრუწრულ პრობლემებს მოგიტანთ, შესაძლებელია იყოს რაღაც მანიპულაციებიც ამ პიროვნებისგან, იმიტომ რომ ნახეთ, სამიანი ხმალი, 2-იანი პენტაკლი არ არის გამორიცხული, რომ პიროვნებას შესაძლებელია თქვენი რაღაც რესურსი აინტერესებდეს, რაღაც რესურსის მიღება, ვერ ვიტყვი ყველასთვის ინდივიდუალურია ფინანსები თქო, მაგრამ რაღაც მიიღოს სარგებელი თქვენგან და შემდეგ გულისტკენა დაგრჩეთ. პერსპექტივა როგორია? აი პერსპექტივა თავად ნახეთ, აი არ მინდა ხოლმე რატომღაც შეიძლება იფიქროს ვინმემ, რომ რაღაც ინტერესი მაქვს მე, რომ რაღაც ნეგატიურისკენ წავიდეს, მაგრამ ამ ურთიერთობას ვფიქრობ, რომ პერსპექტივა არ ექნება, შემოკარგებო, მაგრამ ზოგიერთთან იყოს ის ფაქტორიც, რომ აი ამ პერიოდში, რა პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ, გამოჩნდეს კიდევ სხვა პირი და უკვე შეძლოთ რაღაც შედარება, არჩევანის გაკეთება, მაგრამ კონკრეტულად თასის მეფესთან რაღაც ურთიერთობა რომ ააწყოთ, სერიოზული და რაღაც მნიშვნელოვანი იყოს სიკეთე მოგიტანოთ თქვენ, მე ამას აქ ვერ ვხედავ, შემოკარგებო, მოდი ვნახოთ რჩევა. რჩევა არის ტუზის კვერთხი და მომავალში გამოჩნდება კიდევ აქ მიჩვენებს, რომ ესე იგი რაც წეგან გავაჟღერე, რომ შესაძლებელია ამ პიროვნებასთან, რომელიც ახლა არის, ძალიან მალე გამოჩნდება, ვერაფერი ვერ გამოგივიდეთ, სარგებელი არ მოგიტანოთ მასთან, გარდა კომუნიკაციისა, რაღაც ყოველდღიური ყოფისა, რომ რაღაც გადაიტანოთ სხვა რამეზე ფიქრები, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობას მე აქ არ მიჩვენებს და მე მინდა გითხრათ, რომ რჩევა არის ის, რომ იმედი არ დაკარგოთ, არ არის გამორიცხული, რომ გამოჩნდეს კვლავ ახალი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ვინც მოგიტანთ სიხარულს, ხო, რაღაც იმედს, ასე ვთქვათ. ჩემო კიდევ რა არის თქვენთვის? ხო, აყვებით ემოციებს, შემოკარგებო, არ შეხვიდეთ სასიყვარულო სამკუთხედში, ჩემო ძვირფასებო, დაკავდით თქვენი საქმით და ხო, აი ისეთი კარტები ამოდის აქ, შემოკარგებო, რომ ნახეთ, აუცილებლად რაღაც არჩევანის მომენტი გექნებათ და თუ ამ პიროვნებასთან, ვინც ძალიან მალე გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ან უკვე არის, ხო, არ ლაგდება ურთიერთობა და სერიოზული, ხო, რასაც როგორი ურთიერთობის ღირსიცხად და როგორ ურთიერთობაზეც ოცნებობთ, აუცილებლად გამოჩნდება ვარსკვლავის არკანიც. შესაძლებელია რაღაც პერიოდი მოგიწიოთ მარტო ყოფნა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ძალების პოვნა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება კვლავ პიროვნება, რომელიც რაღაც იმედებს მოგიტანთ და იმედს ჩაგისახავთ, ასე ვთქვათ. და კი, აუცილებლად გამოჩნდება იმპერატორი თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. იმპერატორი, რომელიც შემოგთავაზებთ სტაბილურობას, სტაბილურ ოჯახს და სტაბილურ ურთიერთობას, ჩემო ძვირფასებო. ისე რომ გული არ გაიტეხოთ, ეს გაშლა სწორედ იმისთვის არის, რომ თუ არის ამ მომენტში ისეთი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც გაქვთ მიწერ-მოწერა, ხო, არის რაღაც ისეთი, რაც თქვენ არ იცით. თუ არის არკანი ამოვიდა, ხო, იქ ქურუმი ქალი ამოვიდა და ისეთი არკანები, რომლებიც გაგფრთხილებთ, რომ ყველაფერი კარგად გაარკვიოთ იმ პიროვნებაზე, ვისთანაც გაქვთ ამ მომენტში ურთიერთობა, ან ვინც გამოჩნდება. ჩემო ძვირფასებო, ეს აუცილებლად გამოჩნდება. სულ ეს იყო, მადლობას მოგახსენეთ და ნახვამდის, ძალიან მაინტერესებს, ვისთან როგორ რეზონირდება, გამომეხმაურეთ ძვირფასებო, ნახვამდის.